არა. ეს ცხოვრება კი არა, საგიჟეთია. ასათიანზე ფსიქიატრიულს აუქმებენო. სწორია. რა საჭიროა? დღეს გიჟებს ნორმალურებში მაინც ვერავინ გამოარჩევს. დააკვირდით როგორ დადის ხალხი ქუჩაში. ზოგი შუშის თვალებით ასევე დაატებს თავს. ხლონტის ღორივით. არც კაცს ერიდება, არც მანქანას. ზოგი ხელებს იქნევს და თავისთვის ლაპარაკობს. ზოგიც ლენჩივით იღრიჭება. ნორმალურ სახეს ქუჩაში ვერ დაინახავთ. ჯიპებში კი ბატონო. ხალხი კი არა, თუ დააკვირდით, ანძაც როგორ ნერვიულობს. განსაკუთრებით ღამე. მთელი ქვეყანა ერთ თამაშს თამაშობს. ამტანები. ქმარი მაინც შემხვედროდა ნორმალური. ჩემნაირი ქმრის შეხვედრას გრიპი შეხვდეს ჯობია. ერთ კვირაში მაინც მოიშორე. ეს 20 წლის წინ რო შემეყარა დღესაც მჭირს. ამის წინ ვეუნები ბიჭო, ნაგავი მაინც გაიტანე მეთქი და მოიცა რა ახალო ძლივს დავჯექიო. აქამდე რას აკეთებდი მეთქი და აქამდე ვიწექიო. ყველა მეუნება, ყველა რაღა მაგას გაყევიოდა. რას გაიგეთ? ხომ იცით, კაცები მარშრუტკასავითაა. რომ არ გინდა, მაინდა-მაინც ის მოგადგება. ისე განათლებით ფილოლოგია, მაგრამ თვითონ პოეტი ვარო იძახის. ცაში დაფრინავს. პრაქტიკულობა 0. გუშინ ძლივს მიუსწარი, თორე საროჩკას სახელოდან იცნევდა. არა, თან აქეთ მეჩხუბება. რა გარეცხე ამისთანა ეს უპატრონო რომ თავზე აღარ მეტევა. ერთადერთხელ თხოვე ხალხმა, ერთადერთხელ. ბავშვი დღეს შენ წაიყვანე მეთქი. წაიყვანა. რომ მიიყვანა ბაღში უთხრეს ეს ბავშვი ჩვენი არ არისო. მეორე ბაღშიც იგივე უთხრეს, არ არის ბატონო ეს ჩვენი ბავშვია. და შემდეგ ავტობუსში რო ჩასწრენ, ისევ ბავშვი მიხვდა შვილო და უთხრა, კიდო ერთი ბაღი მამიკო და სკოლაში დამაგვიანდებაო. ამისი კიდო ნასვამი მობრძანდა. ცხვირია გასიებული და ჩალურჯებული. რა არის ეს, რა მოგივიდა მეთქი და კაცი შემომელახაო. მერე სულ ცხვირი ურტყიფეხებშია. დააწვა და ამოუშვა ხრინვა. ახლა ხრინვასაც გააჩნია. ამას ასე სერიებათა. ათუშ ეს რო აკიკინდება, ჩემი ძაღლი ყეფას იწევს. თან ისეთი პატარა ოთახი მაქვს, საწყალი ძაღლი, კუც აქეთ იქით კი არა, ზეითქვეით აქ იცინებს. არადო მთელი ოჯახი ჩემკისერზეა. ამ ოჯახში მე ვარ. ამტანიც, გამტანიც, მიმტანიც, მომტანიც და რა თქმა უნდა შემომტანიც. ეს რო უთხარი, ამ გიშპოეტამ ერთი საეჭვოდ შემათვალიერა და ექსპრომტი მაჯახა. ამ სახით და ამ ტანით უნდა იყო ამტანიო. ვაი შენს პატრონს მე უთხარ. ეს შენ ხელში გაუბედურდი და დავმოკლდი თუ არა? ადრე ყურებიდან მეწყებოდა ასე ფეხები. და საერთოდ რო ჩაგიყვია ცხვირი მაღაზიაში და 1000 სისულელეს კითხულობ. განცხადებები მაინც წაიკითხე სამუშაოს თაობაზე. მომეცი ნახე მშვენიერი სამუშაოა. რას უწუნებ მეთქი? Always ultra სახლში მიტანით და ადგილზე დამონტაჟებით. ბაბა მაგას ვერ ვიზამ. რისი ვაი ვაგლახეთ. ავიღე სესხი. ერთ პატარა მაღაზიას მეც გავხსნი მეთქი. Second hand-ის. ძონძებს რომ ეძახიან იმას. ხო და ახლა
ძონძებს ხო არ დავაწერ მეთქი და ვთხოვე, წარწერა გამიკეთე, ქალის ნახმარი ტანსაცმელი მეთქი და რა დააწერა თუ იცით? ნახმარი ქალის ტანსაცმელი. არა. ამნაირი ქმრის ყოლა სახლში რეზინის გასაბერი კაცი ყავდეს ჯობი. გაბელავ, დასვავ დივანზე, ჩაურთავ ტელევიზორს, თალაჟაყალელია. გაბრაზდები რამეზე, თლიშავ ერთ ყბაში გემრიელად. გულს მოიფხარ. მოგბეზრდება? დაჩუთავ, დაკეცავ, შედებ უჯრაში. მოგენატრება გამოიღო, გაბელავ, დასვავ დივანზე. ნამდვილი აქეთ გაგბერავს. ცემით, ქალბატონო, ცემით. და სხვათა შორის რეზინის ქმარი მოგისმენს მაინც. ამან მოსმენაც არ იცის. მე პოეტი ვარ და ჩემი ლექსების პრომოუშენია მთავარი, შენ ვინ ხარო? მე ვინა ვარ, არა? ვინ ვარ და შენი ცოლი ვარ და 20 წელი გაგიძელი მოვიწყვიტე ქალმაწელი 20 წუთი არ ქონია გასახარელი. ფრეიდა შეთავსიტონ მოუარე საყიდლებზე შენი არ შენ გარიცხა შენ გაწვინე მე დავიღალე. ეს გიშ პოეტა ეს. მაცალე ახლა დადგა ჩემი ჯერი უნდა გავხსნე მენეჯერი გადაშენი შედაშენი პრომოუშენი უხშენი შეუნარ შეფერხებულო შე მე ხალი არ ვიყო თუ დეპუტატი არ გავხდე და შენ აქცია არ მოგიწყო თქვენი შეცილა თქვენი